მოგესალმებით მეგობრებო. ახლა ვარ GEZ Motor-ში, ვარკეთილის ფილიალში. როგორც იცით, ეს არის ახალი ფილიალი და Google Maps-ზე ძალიან მარტივად შეგიძლიათ რომ ნახოთ. მოხვიდეთ და მიიღოთ Liqui-Moly-ის უმაღლესი დონის პროდუქცია პირდაპირ ოფიციალური წარმომადგენლისგან. ახლა კი დღევანდელი ვიდეო. დიდი ხანია ითხოვდით ჩემი მოტოციკლეტის განხილვასა და ტესტ-დრაივს და გადავწყვიტე რომ არა მხოლოდ მოტოციკლეტის განხილვა და ტესტ-დრაივი ჩამეწერა, არამედ მე თქვა დეტალურად თუ რა ხარჯებთან გექნება საქმე თუ მოტოციკლეტის შეძენას გადაწყვეტ. იმიტომ რომ ბევრმა მითხრა რომ უნდა ყიდვა, აინტერესებს ეს ყველაფერი და სხვადასხვა კითხვები გქონდათ. ამ ვიდეოში მაქსიმალურად ამოვწურავ ამ კითხვებზე პასუხებს და მგონია რომ ძალიან პრაქტიკული ვიდეო გამოვიდა და ერთ დღესაც $1000 დაგაზოგინებთ. აბა მოდი ახლა მაშინ დავიწყოთ ვიდეო და წარმატებებს გისურვებთ. მოგესალმებით მეგობრებო, ბევრი თქვენგანი მეკითხებოდით ჩემ მოტოზე გაინტერესებდათ განხილვა. ხო და ამ ვიდეოში განვიხილავ ჩემ მოტოს, ასევე მოგცემთ რჩევებს იმ ადამიანებს, ვისაც შეიძლება მოტოს ყიდვა გინდათ და ამ რჩევების გამოყენებით დაზოგავთ $1000. ჩემი მოტო არის 2025 წლის Indian Scout კლასიკი ტეჩი. ახლა ტეჩი რატო ვახსენე და დავამატე აუცილებლად. ესენი გამოდის ჩვეულებრივებიც და ასევე გამოდის ტეჩი. ტეჩს აქვს აქ ელექტრო დეშბორდი, რომელიც საშუალებას გაძლევს, რომ ბევრი ინფორმაცია მიიღო მოტოციკლეტის შესახებ. შეგიძლია ტელეფონი დააკავშირო, მუსიკები გადართო, რუქა გამოიტანო, მოტოციკლეტის სხვადასხვა ინფორმაცია ნახო, მაგალითად საწვავი, რამდენს გაგატარებს, რეინჯი რა დაგრჩა, რამდენს წვავს, რამდენი ხანია მოგზაურობ და ასე შემდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის კრუიზერის ტიპის მოტოციკლეტი, საკმაოდ გამოსადეგი და პრაქტიკული ინფორმაციაა ეგ ყველაფერი და თუ ვინმე ამ მოტოს ყიდვას აპირებთ, ჯობია დაამატოთ ფული და ტეჩი იყიდოთ. ეს არის ასევე ყველაზე მაღალი კლასიფიკაცია, რომელიც ამ მოტოებს აქვთ, Scout Classics რაც აქვს, ეს არის ტოპ ვერსია. და ღირს დაახლოებით $16,000 ფასაც ბევრი მეკითხებოდით. შეამჩნევდით ფერს, ეს ფერი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, იმიტომ რომ ეს არის Indian Scout Classic-ის ორიგინალი ფერი, რომელიც 1904 წელს მიიღო და 2025 წელს დაუბრუნდა ეს ფერი. მას რაღაც პერიოდი აღარ გამოდიოდა ეს ფერი და ეს ფერი მინდოდა კონკრეტულად ეს მოტო მე ამის გამო, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ მე ესეთ ისტორიებს ძალიან დიდ პატივს ვცემ და მემკვიდრეობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, ამიტომ კონკრეტულად ამ ფერში როა ეს მოტო, ეგ არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. მოდი ახლა ვისაუბროთ იმ რაღაცეებზე, რომელიც კარგი იქნებოდა ყიდვისას გამეთვალისწინებინა. ძრავა არის ინდიანის ლეგენდარული 2 ცილინდრიანი, 1250-ია კუბატურა ამ შემთხვევაში, აქვს 105 ცხენის ძალა და წვავს დაახლოებით 6.5 ლიტრს. ანუ მოტოზე თუ ვინმეს აქვს ის მოლოდინი, რომ მოტო წვავს ძალიან ცოტას, არც ეგრე არ არის მეგობრებო, ეს მოტო წვავს 6.5 ლიტრს და ეს არის ნორმალური წვა მოტოსთვის, არც ბევრია და არც ნაკლები. ამასთან დამახასიათებელი თვისება ამ ძრავის არის ის, რომ მაღალ ბრუნებზე ვიბრაცია აქვს შედარებით ისეთი, რომელიც სასურველი იქნებოდა რომ არ ქონდეს, მაგრამ ეს არის თავისებურება ამ ძრავის და ამ მოტოსი, რომელიც უნდა გაითვალისწინო. როგორც მაგალითად იგივეა Harley-ს. Harley-საც ვიბრაცია აქვს და ყველა მის რომ აქვს ვიბრაცია და მაგით кайფობენ კიდეც. მოტოს ყიდვისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც თავში გაგვივლის ხოლმე არის ხმა, რომელიც გონია რომ მოტოს ექნება, როდესაც ვიყიდით. როდესაც ყიდულობ ახალ მოტოს, უნდა გაითვალისწინო რომ მას მოყვება ქარხნული გამშვები, რომელიც გაცილებით უფრო ჩუმია, ვიდრე ნებისმიერი მოტოს ფლობელი ისურვებდა რომ გამშვები იყოს. პირველი რაც საკეთებენ ხოლმე, როდესაც მოტოს ყიდულობენ ცენტრიდან, მიდიან და გამშვებს ცვლიან. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს Euro 6-ის გამშვები, რომელიც ძალიან ჩუმია. იმდენად ჩუმია, რომ სადაც ნერვების მოშორებით ჩუმიც კია. და მოვედით პირველ ხარჯთან, რომელსაც ყველა ახალი მოტოს შეძენისას შეეჩეხებით, ეს არის გამშვების ხარჯი. როდესაც მოტო გამოყავთ ცენტრიდან, პირველი რაც საკეთებენ არის მიდიან და ცვლიან გამშვებს და ამაში მოგიწევს დაახლოებით ალბათ $1500-2000 გადახდა. თუ ჩინურს არ იყიდი, რა თქმა უნდა. მაგრამ მოდი ამ ვიდეოში ვილაპარაკოთ ყველაფერ კარგ ხარისხიანზე და დავანებოთ ჩინურს თავი, იმიტომ რომ ეგეთ რაღაცებს მე პირადად ვერ იდები ხოლმე და არც ვიცი და რაც არ ვიცი, იმაზე არ მინდა რომ გესაუბრო. ამ შემთხვევაში ახლა მე მაქვს დილემა, იმიტომ რომ არ მინდა რომ გამშვების დიზაინი შევცვალო. ეს მოტო არის გაკეთებული კლასიკურ სტილში და ძალიან მომწონს მე მისი ვიზუალი. ვიზუალი არის ის, რაც ამ მოტოში ყველაზე მეტად მომწონს, ულამაზესია და ქრომებშია თავიდან ბოლომდე აწყობილი. და გამშვების ავტომატიკეთი გამშვების პრობლემა ის არის, რომ ძირითადად შავი ფერის არის ყველა და არის მატი. ეგ იმიტომ რომ შავი ესეთი ფერია, ნებისმიერ მოტოზე შეგიძლია მიაყენოთ და ქრომს ნაკლებად უშვებენ. ამ შემთხვევაში მე არ მინდა რომ ეს შევცვალო და დავაყენო შავი, ვერც ვნახე ესეთი ქრომი, რომელიც ღირს რო დავაყენო და ფიქრობ რა ვქნა, ანუ საფიქრალში ვარ ჩავარდნილი. გადავწყვიტე ესეთი რაღაცა გავაკეთო. არსებობს კიდე
გამშვების გამოშიგვნა, ესეთი შეიძლება გამოშიგდო გამშვები და ხმა მოემატება, მაგრამ არის რისკი, რომ არ კონდეს ესეთი კარგი ხმა, როგორიც მინდა რომ კონდეს. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გამშვები ყველა ვარიანტში უნდა შევცვალო, მაინც უნდა გადავაგდო ეს გამშვები და მაინც და ჯერ გამოვშიგნავ, ამიტომ თუ არ მომეწონება ხმა, მე უკვე წავალ და ვიყიდი რამე aftermarket გამშვებს და დავაყენებ, იმიტომ რომ ამ გამშვებით არ მინდა ვიარო, ეს არ არის ის, რაც მე მოტოსგან მინდა რომ მივიღო, ეს არის უბრალოდ Euro 6-ის რეგულაციების შედეგი. ევროპაში ბევრად უფრო კაცრი რეგულაციებია ხმაზე ვიდრე ამერიკაში და ამიტომ ევროპულ მოდელებს და ვარიაციებს ბევრად უფრო დაბალი ხმა აქვს ვიდრე ამერიკულებს. Dashboard. როგორც უკვე გითხარით, ჩემი მოტო არის ტექი, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ გვაქვს ელექტრონული dashboard, რაც ერთის მხრივ ცოტა კლასიკურ სულს შეიძლება ამახინჯებს, მაგრამ იმდენად პრაქტიკული და გამოსადეგია, რომ ძალიან სწორი არჩევანია ამის აღება. ანუ თავიდან შეიძლება თქვა, რომ აი მე მექანიკური სპიდომეტრი მინდა და რაღაცა და კი ბატონო, მეც მასე ვიყავი, მექანიკური სპიდომეტრით მინდოდა, მაგრამ ყიდვისას მითხეს, რომ ნიკაო ეს აიღეო, ეს უფრო გამოგადგებაო და კიდევ კარგი დაუჯერე და ეს ავიღე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრაქტიკული რაღაცა აქვს ამას, რაც განსაკუთრებით მოგზაურობისას კარგად გადგება. ბევრი ინფორმაცია შეიძლება მართვისას მიიღო ისე, რომ მოტოციკლეტი არ გააჩერო, მაგალითად ტელეფონი გაქვს დაკავშირებული და ვინმე თუ გირეკავს, ზარი შემოგივა, შეიძლება ნახო ვინ გირეკავს და უპასუხო აქედანვე და მე შლემში უკვე გაცე პასუხი. შლემში როგორ გაცემ პასუხს ტელეფონს ბაგაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, სადაც ჩაფხუტების თემას შევეხები, მაგრამ ახლა ეგ ფუნქციონალი არის. ასევე მუსიკა შეიძლება გადართო, რაც საკმაოდ კომფორტული კი არა, ძალიან მაგარია, მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ მე არ მინდა რომ ტელეფონი აქ მედგეს, ხარმა შეიძლება წარმართოს ეს ტელეფონი დამიმტრიოს და დისკომფორტი მაქვს და თან არ მინდა რომ ეს დამიმახინჯოს. ამიტომ აქ პირდაპირ რომ მოგაქვს ტელეფონის ინფორმაცია ძალიან გამოსადეგია. ასევე რუქა აქ რომელიც შეიძლება რომ destination-ი ჩაწერო, მიმართულება, სადმე სად თუ მიდიხარ და რუქაზე გიჩვენებს გზას, რაც ვისაც ერთხელ მაინც უვლია მოტოთი, ყველა მიცის რომ ძალიან პრაქტიკულია, იმიტომ რომ როდესაც სადღაც შორგზაზე მიდიხარ და გზა არ იცი, ყოველ ჯერზე უნდა გააჩერო, ჩახედო ტელეფონს, ან ტელეფონი უნდა დაამაგრო აქ სადმე და მასე უყურო. ასევე არის $300 ესეთ პატარა გაჯეტი, რომელიც მხოლოდ Maps გამოგიტანს აქ და გეუბნება საით უნდა გადაუხვიო, მაგრამ ხო, მაშინ $300 უნდა გადაიხადო. მოკლედ, თუ ყიდულობს კაუც, დამიჯერეთ, იყიდეთ ტეჩი, დაამატეთ თანხა და იყიდეთ ტეჩი, ღირს აუცილებლად ეს უნდა გააკეთო, რა სწორი გადაწყვეტილებაა და მაგიტო. ერთი შეკითხვა. სიმღერას თაჩით რთავ თუ სახელურებიდან შეგიძლია? ძალიან კაი შეკითხვა. აქ არის სამართავი პანელი, ასე ვთქვათ, ამ დეშბორდის და შეგიძლია აქედან გადართო სიმღერა, ისე რომ ხელი არ აიღო საერთოდ ბარიდან და არ დაიწყო აქ რაღაცეების ჩალიჩი, ასე რომ ესეც ძალიან პრაქტიკულია და მოფიქრებულია და სწორად არის გაკეთებული. ბაიკის ყიდვისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც, რაც უნდა გაითვალისწინო, არის ბაიკის ზომა. ბაიკები იყიდება ზომებით. ყველა ბაიკს აქვს თავისი ზომა და ჯდომის სიმაღლე. რაც მერე განსაზღვრავს იმას თუ რა სიმაღლის ადამიანისთვის არის ეს ბაიკი განკუთვნილი. მაგალითად, ჩემი ბაიკი ჩემთვის პატარაა. ეს ბაიკები არის განკუთვნილი მაქსიმუმ 184 სანტიმეტრის სიმაღლის ადამიანებისთვის, მე ვარ 187. 3 სანტიმეტრით უფრო მაღალი ვარ, ვიდრე ამ ბაიკის დაშვების მაქსიმუმია. შეიძლება თქვა, რომ 3 სანტიმეტრი განა რა არისო, მაგრამ დამიჯერეთ ძალიან დიდი პრობლემაა და მაგას ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ. გარდა იმისა, რომ ჩემ შემთხვევაში ეგრე ნაკლებადაა, მაგრამ შეიძლება ცირკის და თუნიასავით იჯდე ბაიკზე და დიდი იყო და ბაიკი პატარა გქონდეს და არ გიხდებოდეს. გარდა მაგისა, ძალიან ტკივნეულია პატარა ბაიკის სიარული. ახლა ამ შემთხვევაში რა დისკომფორტი მაქვს მე მაგალითად და როგორ შეიძლება რომ ეგ გამოასწოროთ. ანუ არის ფიქრობთ რომ ბაიკს ვერ იყიდი თუ შენი ზომა არა. მაინც შეგიძლია რომ ბაიკი შენზე მოირგო. და მაგას ვაპირებ სწორედ მეც. როდესაც ამ ბაიკზე ვზივარ, იმის გამო რომ ჩემთვის ცოტა პატარაა, მაქვს ფეხების და საჯდომის დისკომფორტი. პირველ რიგში ბაიკი არ უნდა მოირგო ასე. ბაიკით უნდა გაიარო აუცილებლად, იმიტომ რომ სიარულისას ფეხი აქ კიდევს. იმის გამო რომ ბაიკი უფრო პატარა ადამიანებისთვის არის გათვლილი დაბალი ადამიანებისთვის, ვიდრე მე ვარ, ფეხი უფრო მაღლა მაქვს, უფრო მოხრილი მაქვს, ვიდრე უნდა მქონდეს და ეს ჩემთვის დისკომფორტია. თუმცა, აქ არის ფიქრობთ ახლა რომ გაჩერდებით ასე მოხრილი ფეხით და იმგზავრებთ და ამ დისკომფორტს აიტანთ, ვერ აიტანთ, იმიტომ რომ აქ მარტო ფეხის დისკომფორტი არა. იმის გამო რომ ბაიკი დაბალი ადამიანებისთვისაც გათვლილი, აქვე გათვალისწინებულია ის, რომ ფეხსა და საჯდომს შორის ადგილი განსხვავდება. ეხლა ეს რას ნიშნავს? ფეხი რო აქ მიდევს. ასე. უფრო პატარა ადგილი მაქვს, ვიდრე უნდა მქონდეს ფეხსა და საჯდომს შორის, ხო? სავარძელს შორის. როდესაც ფეხის სადგამზე მიდგას ფეხი, ინერციით ვაწვევი ტრაქს. იმიტომ რომ რა ვქნა, ხო უნდა დავეტიო, სხვანაირად ვერ დავეტევი. და დაახლოებით დაძვრიდან 1-40 წუთში უკვე კუდუსს ვეღარ ვგზნობ, მიბუჯდება. იმიტომ რომ პატარა მაქვს უბრალოდ და ვერ ვეტევი. და ეს არის ძალიან დიდი დისკომფორტი და ერთი წამით არის ფიქრობთ არავინ რომ მაგას აიტანთ. ჩაგაშხამებთ ყველანაირ ბაიკის მუღამს.
ამიტომ ბაიკის ყიდვისას ყველაზე მნიშვნელოვანია რომ გაითვალისწინოთ ბაიკის ზომა. მაგაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. მაგის მერე მოდის უკვე ჯდომის სტილი და მაგაზე ცოტა მოგვიანებით გაგესაუბრებით. ჩემ შემთხვევაში ეგ პრობლემა დგას, მაგრამ ეგ არის მოგვარებადი პრობლემა და ახლა გეტყვით როგორ მოვაგვარებ მაგ პრობლემას. იყიდება ფეხის დასადებები aftermarket-ი, უпростоრად aftermarket-იც არ არის ეს რა, ინდიანი თვითონ გთავაზობს ვარიაციებს. მე მაგალითად უკვე შევუკვეთე ესეთი ფეხის დასადები, რომელიც აქის ნაცვლად დადგება აქ. ეს მოიხსნება მთლიანად, გადავა წინ, ამ სამაგრებზე ავიყვან და ფეხი თუ ახლა აქ მაქვს, მერე მექნება აქ. ანუ შესაბამისად უფრო გაშლილი მექნება ფეხი, კუდუსუნსაც აღარ მივაწვევი და ბევრად უფრო კომფორტულად ვიმგზავრებ და ძალიან მომეშვება მგზავრობისას, აღარანაირი ტკივილი აღარ მექნება წელის და ვიკაიფებ ბაიკით უფრო მეტად. ასევე მეორე გზა, რომ მოტო შენზე მოირგო, არის საჭე. კი, ეს ძალიან ლამაზი საჭეა. ვერავინ ვერ შემედავება, რომ ეს ლამაზი საჭე არ არის. არის, даже სპორტის მოყვარულიც ვერ შემედავება ამაში, მაგრამ ინდიანი გთავაზობს ასევე მეორე საჭეს, რომელიც არის შედარებით მაღალი. დაახლოებით აქ მოკიდებ ხელს, უფრო კომფორტულიც ხდება მოტო. სატარებლადაც უფრო კომფორტულიაო ამბობენ. ჩემი აზრით ერთი და იგივეა. და ბევრად უფრო ლამაზიც არის ვიდრე ახლა ეს საჭია. ამიტომ ის საჭეც შევუკვეთე, მოკლედ ფეხების დასადები და საჭე შეკვეთილი მაქვს, ჩამოვა და მოვირგებ მოტოს და მე კიდე გაჩვენებ სხვაობას როგორი იქნება. თუ ყიდულობთ კრუიზერს, ერთი რამე რაც უნდა გაითვალისწინოთ არის საქარე მინა. მოტოები არის, რომელსაც აქვს საქარე მინა და არის, რომელსაც არ აქვს საქარე მინა. ჩემ შემთხვევაში არ აქვს საქარე მინა. რა თქმა უნდა, მწარმოებელმა ეგეც ფიჩერად დატოვა, რომ მე მაგაში მეტი ფული გავომართვას რა. ფსიქოლოგია ეგეთი, რომ თუ ნივთი იაფიღირს და მე დამატებით ფიჩერებში კიდე ცალკე ფულს ახტევინებ, უფრო ყიდულობს ყიდველი, ვიდრე ერთიანად რო უთხრა რა. ადამიანის ფსიქოლოგია ეგეთი. ვიღაცას რო უთხრა, რომ აი აგიწყო ბოლომდე მოტოს და გადამიხადე 20,000, შეიძლება უარი გითხრას, მაგრამ რო უთხრა, რომ მოდი აჰა მოტოს მოგზემ 15-ად და იგივე ბოლომდე აწყობა რო დაждდეს 20, 20-ს გადაგიხდის და 20 არ გადაგიხდის. რა ეგეთია ადამიანი, ხარბია ადამიანი და ხარბები ორჯერ ხდიან რა ყოველთვის. რას ვიზავთ? უნდა შევეგუოთ, რომ ადამიანები ეგრე ვარ და ფსიქოლოგია ეგრე მუშაობს. როდესაც გინდა შორგზებზე მოგზაურობა, ქარის პრობლემა ყოველთვის გექნება. მით უმეტეს კრუიზერზე, იმიტომ რომ ესე წამომჯდარიზი ხარ და როდესაც ქარი გეჯახება შენ, აეროდინამიკა ნაკლები გაქვს და ეს ძალიან დამღლელია და დისკომფორტია. აი ესე მიდიხარ წარმოიდგინე და ვიღაცა ტიპი სადღაც 120 კილოიანი კაცი ხელს კრავს ყოველ სულ ხელს კრავს რა. აი დაახლოებით ეგეთი რაღაცაა რო წარმოიდგინოთ. ამისთვის ინდიანი ყიდის აქ საქარე მინას, რომელიც თავიდან ვიფიქრე რომ დავაყენებ თქო, მაგრამ მე გადავიფიქრე ორი მიზეზის გამო. ერთი ის არის რომ ის საქარე მინა რომელიც მე მინდოდა საკმაოდ დიდია და ჰაერს კარგად აპოვობს და აეროდინამიკას აუმჯობესებს და შენ ნაკლებად წუხდები და ნაკლებად იღლები, მაგრამ მეორეს მხრივ ჰაერი აღარ გეჯახება და გცხელა. მე კიდე მაგრად მევასება მოტოთი რომ მივდივარ და ჰაერი რომ მიქიქინებს და ასწორებს რა, მაგით მაგრა ვკაიფებ. ამიტომ გადავიფიქრე მაგ საქარე მინის ყიდვა და დავდივარ ასე. თუმცა ეს სერიოზულ პრობლემებს ქმნის. მაგალითად კახეთიდან რომ მოვდიოდი, ძალიან სასაცილო ვიყავი რაღაც მომენტში, იმიტომ რომ დავიღალე რა, იმენა დავიღალი ამ გზით რომელიც აღარ გათავდა და სწრაფად მინდოდა მეულო. და იქიდან უკვე ვიმგზავრე 130-140-ით მინიმუმ მოვდიოდი სულ რა. ამისთვის ბევრია 130-140 ახლა სტრიტი რომ მყავდა, იმით 170-180-იც დავდიოდი რა, მაგრამ ამისთვის საკმაოდ ბევრია. მასე ვერ წამოხვალ ამაზე, აი ძალიან დისკომფორტი იქნება თუ წინ არ გადაიხარე. ამიტომ მოვდიოდი ესე ვიწექი მთელი გზა და მოვდიოდი მასე და ვიღაცები რომ იყურებდნენ, ვინც არის ის ახლა მოტო, გიჟი ვეგონი ალბათ, მაგრამ ძალიან დიდ სხვაობას გაძლევს. აი ჯერ ერთი ხმაურში გაძლევს დიდ სხვაობას. ხმა ნაკლები შემოგდის შლემში. მეორე აეროდინამიკას ძალიან აუმჯობესებს და ბევრად ნაკლებად იღლები რა. ერთადერთი რაც არის, ქარი რო გეჯახება ეს თავზე, კისერს აწვება და კისერი დავიტრამვე იმაში, ავარია რომ მივიდა რალიზე, ცოტა დაჭიმული მქონდა, არაფერი სერიოზული და ხო, მაგითო ცოტა შემაწუხა, მაგრამ დანარჩენი მე ჩამოვედი შხუილით. და ეგ გასათვალისწინებელია. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომელი გირჩევნიათ. გირჩევნიათ საქარე მინა თუ გირჩევნიათ საქარე მინის გარეშე. ბევრი მოტოს უყურებს როგორც პრაქტიკულ ტრანსპორტს და ყიდულობს იმისთვის, რომ პრაქტიკული ნივთი შეიძინოს. რაც არის ძალიან დიდი შეცდომა ჩემი აზრით. მოტო არ არის პრაქტიკული ნივთი, ეს არის ფუფუნების საგანი. და ამიტომ წარმოებლები მოტოს ყიდიან ისე როგორც ყიდიან ხოლმე ფუფუნების საგნებს. გაძლევენ საშუალებას, რომ შედარებით იაფად შეიძინოს საბაზისო მოდელი და მერე გაძლევენ უამრავ ოფციას, რომ ეს საბაზისო მოდელი დააწუნინგო და პერსონალიზაცია გაუკეთო. მაგალითად, როდესაც ყიდულობ
Scout-ს. გაქვს ორი ვარიანტი 2025 წელში ერთი და იგივე მოტოს, თითქმის ერთი და იგივე მოტოსი რა. ერთი არის Scout კლასიკი, რომელიც არის ეს ჩემი, არის კრუიზერი და ეს არის კლასიკური მოტო და მეორე არის Scout 101. თქვენ ვინც ჩემი მაყურებელი ხართ, ნახეთ ვიდეო, სადაც ამ ორ მოტოს შორის უნდა გამეკეთებინა არჩევანი. ახლა რა სხვაობა? გარდა იმისა, რომ ის არის შედარებით უფრო სპორტული მოტო და ჯდომი აქვს სხვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოტოს არჩევისას, გარდა მაგისა, მას აქვს ბევრი aftermarket ნაწილი, ასე ვთქვათ რა, aftermarket. რომელსაც ინდიანი თავიდანვე აყოლებს. მაგალითად აქვს რეგულირებადი ამორტიზატორები იმ მოტოს, აქვს ამოტრიალებული ამორტიზატორები წინ, რაც ბევრად უფრო პრაქტიკულს და მოქნილს ხდის იმ მოტოს, ვიდრე არის ეს მოტო, მიუხედავად იმისა, რომ წონა ერთი და იგივე აქვს და უფრო კომფორტულსაც კი. კი ბატონო, ის მოტო ღირს დაახლოებით $1500 და ადამიანი ვინც მწოდნი არ არის, რომ შეხედავს, იფიქრებს, რომ ის უფრო ძვირადღირებული მოტოა, ვიდრე ეს. მაგრამ სინამდვილეში საერთოდ არ არის ეგრე. ის არის უფრო იაფიანი და ბიუჯეტური ვარიანტი ვიდრე ეს საბოლოო ჯამში და ახლა ვიაგიხსნით რატო. ამაზე შეგიძლიათ დააყენოთ იგივე ამორტიზატორი, რაც იმაზე, უბრალოდ დაგჭირდება დაახლოებით $700 დახარჯვა მარტო უკანა ამორტიზატორზე. წინას საერთოდ არ გთავაზობს ინდიანი, იმიტომ რომ ეს კლასიკიაო და კლასიკური გამოცდილება უნდა გქონდეს მართვისო რა. ძალიან თუ ავტეხავთ ინდიანის მეპატრონეები YY და Wish-ს, მე ალბათ შეიძლება გამოუშვეს. თუმცა არსებობს aftermarket ნაწილები, რომელიც შეგიძლია შეიძინო, ვილკა, შეცვალო და უფრო კომფორტული იქნება. რაც ჩემი აზრით არაა ცუდი ვარიანტი, იმიტომ რომ ამის წინა ამორტიზატორები კლასიკური სტილის არის რა. ვინც ეს იცის და ის მიხვდება რაც გულისხმობ, მაგრამ ვინც არ იცის იმისთვის აღვხდი, რომ გაშლის სიგრძე არ აქვს ისეთი დიდი, როგორც მაგალითად სპორტულ ამორტიზატორებს და არც ისეთ სწრაფად არ იშლება, ამოგდების სიჩქარე არც ისეთი სწრაფი არ აქვს, როგორც სპორტულ ამორტიზატორებს. აი მაგალითად Fox-ი რო იყოს და Navarro chain ტიპი რო იყოს, ბევრად უფრო დიდზე გაიშლება და ბევრად უფრო სწრაფად გაიშლება და უფრო მდგრადი იქნება. აქ ეგ არ არის, იმიტომ რომ ეს არის კლასიკური კრუიზერი და კლასიკურ კრუიზერში ეგ არ უნდა გააკეთო რა, ყველამისის ეგ. დაახლოებით იგივეა, რომ კაი მწვადს ტყემალი არ ჭირდება რა. ეგეთი თემა აქ რა დაახლოებით. მაგრამ ვიღაცები არიან, ვინც მაინც ტყემლით ჭამს და მეც მაგ ტიპებს მივეკუთვნები, იმიტომ რომ რაღაც მომენტში კომფორტი მინდა. ეს არ არის კომფორტული იმდენად. აი მაგალითად, რას ნიშნავს ახლა რასაც მევხსნი? მაგალითად, როდესაც მიდიხარ უსწორმასწორო გზაზე და გაქვს რამდენიმე ბუგაროკი მიყოლებით, როდესაც ეს ამორტიზატორი დაიკეცება, შემდეგ ბუგაროკამდე სწრაფად აღარ გაიშლება და შესაბამისად იმ ბუგაროკს ვერ აითვისებს. და დაკეცილი ამორტიზატორით დაარტყავს შემდეგ ბუგაროკს ცხვირს, რაც დისკომფორტია. ვინც მანქანები იცის, მიხვდება, მაგრამ ვინც არ იცის, იმისთვის გეტყვით, რომ გრუვი რო არის რაღაცა და ბრაგუნა, მაგით უახოვნო ბრაგუნა, რომ ეს ვერ ასრებს ამორტიზატორი გაშლას და დაკეცილი ამორტიზატორი ეჯახება შემდეგ ბუგაროკს და იმ ბუგაროკს ვეღარ ჭამს. რაც ახლა რო გითხრათ, რომ მოტოს ყიდვას გადაგაფიქრებინებს, ეს ეგრე არ არის. უბრალოდ, როდესაც ყავს მოტო, თუ ხარ კომფორტული კრუიზის მოყვარული, წახვალ და დააყენებ იმ ვილკებს. რაც დაახლოებით ალბათ $1500-2000 დაგიჯდება და ხო, მეც ვაპირებ რომ ეგ დავაყენო, მაგრამ აქამდე უნდა მივიდე ჯერ. ჯერ სხვა რაღაცეები მაქვს გასაკეთებელი. და სხვა რაღაცეებში რა იგულისხმება რა. უკანა ამორტიზატორი არ მაინტერესებს, კიდია იმიტომ რომ ეს საკმარისად რბილია და კარგი ამორტიზატორია და ჩემ წონასაც კარგად უმკლავდება ეს ამორტიზატორი, ამიტომ ეს ჩემთვის არის იდეალური ამორტიზატორი. მჭირდება ჩანთები, იმიტომ რომ ეს არის კრუიზერი და როდესაც სადღაც მიდიხარ, გაქვს ორი ვარიანტი, უბრალოდ სამი. ერთი ვარიანტი არის რომ ზურგჩანთა გაიკეთო, რაც კომფორტული არ არის, განსაკუთრებით ზაფხულში ცხელა და ძალიან არასასიამოვნოა ზურგჩანთით სიარული. მეორე ვარიანტი არის რომ ვიღაცა გამოკიკიდოს მანქანით და წამოგიღოს ტვირთი, რაც ჩვენაირი ადამიანისთვის, ვისაც სოლო მოგზაურობები უყვარს, ეგ მაინც და მაინც კარგი ოფშენია რა. მე მაგალითად მარტო მიყვარს ყველგან სიარული და მესამე ვარიანტი არის რომ დაამაგრო ჩანთები მოტოზე და ამ ჩანთებში ჩაალაგო ის ბარგი, რაც გჭირდება რომ წაიღო. მაგალითად, კახეთში ვიყავი ახლა 2 დღით და გამოსასვლელი ტრანსპორტი და რაღაცეები შემეძლო ჩანთაში ჩამედო, მაგრამ არ მქონდა და ამიტომ ვატარე ზურგჩანთით და იყო ძალიან დიდი დისკომფორტი. თუმცა ჩანთები არ იფიქროთ რომ მიაფიღეს. ჩანთები ახლა ამაზე რო იყიდო, სამაგრიანი ჩანთა ღირს დაახლოებით $1000. სამაგრიანი ჩანთები რას ნიშნავს? მოტოებს აქვს თავისი სამაგრები, რაზეც შეგიძლია რომ ჩანთა დაამაგრო და უფრო ავთენტურად დადგება და უფრო აი ეს ქარხნული ვიდი ექნება რა. მაგრამ ასევე არსებობს ჩანთები, რომლებიც შეგიძლია ესე ხურჯინივით არის, იყიდო, გადაკიდო უკან და უნივერსალური ჩანთა ქვია მაგას და ყველა მოტოზე დგება. უნივერსალური ჩანთები შეგიძლია იყიდო 400 ლარადაც, რაღაც ეგრე 500 ლარადაც. ჩინეთში ალბათ შეგიძლია გამოწერო 100 ლარად, 150 ლარად. ტემუდან, მაგრამ მე მინდა ინდიანის ჩანთა. აქ მინდა უკვე რა. ხო, ინდიანი გვთავაზობს ორ ვარიანტს. ერთი არის 1000-1200 ლარიანი, თუ სწორად მახსოვს $400 ღირს, და მეორე ღირს $1000, რომელიც არის შედარებით დიდი ჩანთა და არის
წყალგამძლე და იქ უკვე შეგიძლია რომ მართლა მთელი ოჯახის რაღაცეები ჩაალაგო შიგნით და წახვიდე. რომელი უნდა ვიყიდო ჯერ არ ვიცი, დიდი მაინც და მაინც ვიზუალურად არ მომწონს. უბრალოდ დერსკია ძალიან რა და პრაქტიკულია, მაგრამ პატარა უფრო მომწონს ვიზუალურად და ამიტომ ალბათ პატარას ვიყიდი. ან მეორე ვარიანტია, გუშინ ნახე Bike Lane-ში R90 BMW-ს ჩანთა, რომელიც ამაზე თუ დადგა, ალბათ მაგას ვიყიდი კიდე, იმიტომ რომ ძალიან კარგი ზომისაა და მაგრად მომეწონა და ეგეც ეგრეღის რაღაც 1000 ლარი ღირს მე მგონი რა. ხო, 1000 ლარი ღირს თუ სწორად მახსოვს ეგ ჩანთა. მოდი ახლა გადავიდეთ, გავცდეთ ცოტა მოტოს და იქით რა ხარჯები გაქვს, მაგაზე ვისაუბროთ. თუ მოტოციკლეტი ჯერ არ გიყიდია და ისევ მანქანით დადიხარ, მაშინ პასუხისმგებლობის დაზღვევა აუცილებლად გჭირდება. პასუხისმგებლობის დაზღვევა არის, როდესაც დაზღვევა უნაზღაურებს იმას, ვისაც დაეჯახები. და საქართველოში თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მოგივიდა შეჯახება, შეიძლება 10000-ობით ლარი მოგივიდეს ინვოისი გადასახდელი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომც არ იყოს, დაზღვეულ ახალ მანქანას რო დაეჯახო, აუცილებლად ცენტრში კეთდება და იქ საერთოდ საშინელებები ხდება რა. ამ ყველაფრის თავიდან არიდება, სულ რაღაც 12 ლარიდან არის შესაძლებელი. პასუხისმგებლობის დაზღვევის ფასი 12 ლარიდან იწყება თვეში და ეს აგარიდებს 10000-ობით ლარის ზარალს. შეგიძლია გადახვიდე ქარუჯიზე, შეიძინო პასუხისმგებლობის დაზღვევა ერთი კლიკით და იარო მშვიდად. წარმატებებს გისურვებ. მოდი ვისაუბროთ ჩაფხუტებზე. თქვენ ახლა ჩემს უკან ხედავთ, რომ ორი ჩაფხუტი მიდევს და შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ, რატო გჭირდება ორი ჩაფხუტიო. ბევრი მიზეზი აქვს, რატომაც შეიძლება რომ ორი ჩაფხუტიან მეტიც გქონდეს. რა პირველი ის არის, რომ შეიძლება ვიზუალურად მოგწონდეს სხვადასხვა ჩაფხუტები და სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჩაფხუტი მოირგო, მაგრამ მაგას სერიოზული ფუფუნება ჭირდება და მეორე არის ის, რომ შეიძლება გქონდეს ერთი ჩაფხუტი, მაგალითად, ქალაქგარეთ სასიარულო და მეორე ქალაქში სასიარულოდ, რაც ჩემი აზრით საკმაოდ მიზანშეწონილი და სწორია. და ჩაფხუტები არსებობს ბევრნაირი. მოდი ახლა ამ ვიდეოში რამდენნაირი ჩაფხუტი არსებობს, მაგის მიმოხილვას დავიწყებთ და მე გეტყვით, რატომ აქვს ორი ჩაფხუტი. მოდი დავიწყოთ ჩემი ძირითადი ჩაფხუტით, ასე ვთქვათ, ეს არის Shoei GT-AR2, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო ჩაფხუტი, რომელიც შეგიძლია რომ მოტოზე გქონდეს. Shoei არის ზოგადად ძალიან მაღალი დონის ფირმა, ეხლა ეს არის გასარეცხი საკმაოდ, იმიტომ რომ კახეთიდან ჩამოვედი და ვერ მოვიცალე რომ გამერეცხა, მაგის მერე ბოდის გიხდით რომ ასეთ მდგომარეობაშია. და რა შეიძლება ამაზე ითქვას? არის ძალიან კომფორტული ჩაფხუტი, საკმაოდ გრილია, საჰაეროები აქვს აქაც და აქაც და თავისი გარნიტურა მოყვება, რომელიც ისეა ჩაშენებული, რომ გარედან ამის მიტყეება აღარ გიწევს და საკმაოდ კომფორტულია ეს. მაგრამ ახლა რატო დამჭირდა მეორე ჩაფხუტი და რა განსხვავება ამას შორის? როგორც ხედავთ, ეს არის დახურული ჩაფხუტი და დახურული ჩაფხუტი ნიშნავს იმას, რომ გაქვს ვიზორი, აქ ყბის დამცავი, ასე ვთქვათ, ესეთი და თავზე რო ჩამოიცვამ, არ ჩანხარ ვიხარ რა, არ გიჩანს არაფერი და სახე არ გიჩანს. ეს არის დახურული ჩაფხუტი, რომელიც საკმაოდ საჭირო რაღაცაა. მაგრამ სანამ ამას ახსნით რატოა საჭირო რაღაცა, მოდი ნახოთ მეორე ჩაფხუტი რა არის. ეს არის ინდიანის ჩაფხუტი, რომელიც შევიძინე გუშინ Bike Lane-ში და ეს ვიყიდე იმიტომ, რომ ჯენტლმენების რაიდზე მივდივარ ხვალ და ის საკმაოდ არ მოხდებოდა ჯენტლმენების რაიდს, იმიტომ რომ ძველებური სტილის ჩაცმულობები აქვთ ხოლმე და ნუ ის საკმაოდ თანამედროვეა და ეს არის ძველებური სტილის კლასიკური ჩაფხუტი, რომელსაც სახის დამცავი, ყბის დამცავი არ აქვს, ამას ეძახიან ღია ჩაფხუტს და ეს არის შედარებით უფრო გრილი რაიდებისთვის. ამ ჩაფხუტსა და იმ ჩაფხუტს შორის ძალიან დიდი სხვაობაა გარდა ვიზუალისა, ასევე პრაქტიკულობისა რა. რა თქმა უნდა, ამას ხედავთ, რომ წინ არ აქვს არაფერი და შესაბამისად, როდესაც თავზე იკეთებ, სახე გიჩანს და ერთის შეხედვით ეს შეიძლება ძალიან მოგწოდეთ, მაგრამ მეორეს მხრივ რამდენიმე რამე არის, რაც უნდა იცოდე რა. და დახურულ ჩაფხუტს რატომ უწევ ყოველთვის მე რეკომენდაციას, ეგეც უნდა იცოდეთ. მაგას გეტყვით ერთ წუთში ზუსტად, მანამდე უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ესეც არის უმაღლესი დონის ჩაფხუტი აკრედიტაციით, ინდიანის ოფიციალური ჩაფხუტია. ნუ ინდიანი თვითონ ჩაფხუტებს არ უშვებს, მაგრამ აქვს თანამშრომლობა სხვადასხვა კომპანიასთან და ნუ ესე წარმოებული ჩაფხუტია ეს და საკმაოდ ლამაზი ჩაფხუტია ვიზუალურად. აი ესე გამოიყურება, ეს არის ადრე სულ ესეთი ჩაფხუტები ეკეთათ ხოლმე. მოდი დავუბრუნდეთ დახურულ ჩაფხუტს. მე ყოველთვის უწევ რეკომენდაციას დახურულ ჩაფხუტს და ამის მიზეზი არის ის ნაკვალებები, რომელიც ჩემ ჩაფხუტს აღენიშნება რა. მოდი პირველ რიგში გაჩვენებთ ერთ ნაკვალებს. ახლა აქ ალბათ არ ჩანს, მაგრამ გადადება მომიწევს კადრის. აი ეს კვალი თუ სწორად მახსოვს და არ მეშლება, კი ბატონო, დამრჩა მაშინ, როდესაც ქალაქგარეთ რაიდობდი, ასე ვთქვათ, მოვდიოდი თუ სწორად მახსოვს სვანეთიდან და იმხელა ქვა მომხვდა სახეში, ტრეილერმა ააგდო ქვა, იმხელა ქვა მომხვდა სახეში, რომ ინერციით ქვა ისეთი ძალით დამეჯახა, ასე მაქნევინა თავი რა და წარმოგიდგენიათ ახლა ეგ რომ ამ ორიგინალი ძალიან მყარი ვიზორის გარეშე მომსვლოდა, ან ღია ჩაფხუწე მომსვლოდა, რა იქნებოდა? დიდი ალბათობით ახლა ალბათ ჩემი ცხვირი არ მექნებოდა და ჩალეწილი მექნებოდა მთელი სახე.
და ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლებოდა. ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ ამ ჩაფხუტმა ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვლისგან დაიცვა და ამის გამო ძალიან ვაფასებ მე ყოველთვის კარგ ჩაფხუტებს. ანუ ჩაფხუტში არ უნდა გააკეთოთ ეკონომია. კონკრეტულად ეს ჩაფხუტი რაღაც. ამ ჩაფხუტში მე გადავიხადე 2000 ლარი დაახლოებით 2021 წელს და 1000 ლარი გადავიხადე გარნიტურაში. ანუ თავიდან ბოლომდე ეს ჩაფხუტი ღირს 3000 ლარი. ახლა ზის ასე ეს ჩაფხუტი. თუმცა მალე მომიწევს ვიზორის შეცვლა, იმიტომ რომ დაკაწრულია, თქვენ ალბათ ნახავთ რომ ნაუმარი ვიზორია, ჩანს გადასადებ კადრებში. კონკრეტულად და ეს ნაკაწრები აქ უდაბნო რალიზე მომივიდა, როდესაც ბაგით გადავტრიალდი, თავი დავარტყი და რომ არა ეს ჩაფხუტი, კიდევ ერთხელ ზაი ღია ჩაფხუტიც რომ ქონდა, შეიძლება თვალი დამეზიანებიან რაღაცა, მაგრამ რომ არა ეს ჩაფხუტი, კიდე რაღაც დამშავდებოდა და ამ ჩაფხუტმა კიდევ ერთხელ გადამარჩინა. მოკლედ, ტოპ ჩაფხუტია, ძალიან მაგარია. მე ეს ვიყიდე პიტსტოპში, ეს შემტანები ეგენი არიან, როგორც მე ვიცი, არ ვიცი შეიძლება მეშლება. კაი ხალხია ძალიან, სხვათა შორის, რამდენჯერაც ვიყავი მისული თან გადამყვნენ, რასაც ქვია, ყურადღება მომაქციეს და ხო, არ ეს არც რეკლამა არაფერი, არ თანამშრომლობთ. უბრალოდ კარგი ხალხია და მინდოდა აღმენიშნა. ამ ჩაფხუტს მე ძირითადად ვიყენებ ხოლმე ყოველდღიურობაში და აწი ახლა რაც ის ჩაფხუტი მაქვს, შეიძლება ის ჩავანაცვლო ხოლმე, მაგრამ მე მაინც ყოველთვის ამის მომხრე ვარ, თან თავზე არის უკომფორტულესი. ეს გარნიტურაც ძალიან საჭირო რამეა, სხვათა შორის ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ რაის მუსიკებიო მოტოზეო, მაგრამ დამჯერედ დაგჭირდება. და ქალაქგარეთ როდესაც გავალ აუცილებლად ამით. იმით არავითარ შემთხვევაში არ გავალ, იმიტომ რომ ტრასაზე და განსაკუთრებით მეორე ხარისხოვან გზებზე შეიძლება ტრაილერმა იხელა ქვა ააგდოს, რომ თელი ცხოვრება შეგიცვალოს და არაფრად არღეს საერთოდ. ამიტომ ყოველთვის ამ ჩაფხუტით ვივლი ქალაქგარეთ და ყველას ურჩევ რომ ჩაფხუტში არ გადაიხადონ იაფი. ჩაფხუტი არის ის, რაც უნდა გადაიხადოთ ძალიან ძვირი. ეს არის შენი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო, თავი, მესმის რომ ზოგი კაცისთვის მნიშვნელოვანი ორგანო ცოტა სხვა რამეა, იმით ფიქრობს, მაგრამ უმეტესობისთვის თავია ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო და არ უნდა დაზოგოთ ფული. ამაში ფულის დაზოგვა არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში. ახლა ვიზორის შეცვლა მომიწევს, ეგ დაახლოებით 500 ლარი დაჯდება და ხო ეს ფული უნდა დახარჯო რა, სხვანაირად არ შეიძლება. ახლა მეორე ჩაფხუტზე რა შეიძლება ითქვას? ამ ჩაფხუტს დაცვა თითქმის არა აქვს სახის, მარტო თავის დაცვა აქვს. ასე რომ ხარ რო გაისროლოს წინ მანქანამ და სახისკენ წამოვიდეს, ძალიან ცუდად დამთავრდება ჩემი დღე. ამიტომ ეს არის მხოლოდ ვიზუალური ესთეტიკის ჩაფხუტი და ნუ კიდევ ვისაც უნდა რომ სახეზე გრილოდეს. ამასთან ის ჩაფხუტი ბევრად უფრო კომფორტულია ამ ტვერში, იმიტომ რომ ამით რო დადიხარ მთელი ქალაქის ტვერი სახეზე გაქვს და შენი თავი გეიზღება მერე რა და. იქ ეგრე არ არის. იქ ყველაფერი ჩაფხუტია და მერე იმას წმინდა. კიდე ამ ჩაფხუტით რომ მოძრაობ დაგჭირდება სათვალე. იმიტომ რომ ერთი ქარი დაგიბერავს თვალებში გამოგიშრობს და საშინელება იქნება. მეორე მტრით ამოგივსებს თვალებს და მესამე. იმ ჩაფხუტზე ალბათ ნახავდით რამდენი მკვდარი წერია და ეგ წერები იქ თუ არ მოკვდება, შესახეზე მოკვდება და ეგ ძალიან ცუდია. ამასაც აქვს სხვათა შორის გარნიტურას ჩასწრები აქ და მე მაქვს მეორე გარნიტურაც. აი ეს არის სენას გარნიტურა მაქვს, რომელიც საკმაოდ კარგი გარნიტურაა, ერთ-ერთი ყველაზე კარგი გარნიტურაა და იმას დავაყენებ დიდი ალბათობით ამაზე. მაგრამ პრობლემა ერთი ის არის, რომ გარნიტურას იმას აქვს გარედან ესეთი მილღები, რომელიც სადმე უნდა დადგეს და ამ ჩაფხუტის დამახინჯება არ მინდა. ასე რომ რაღაცნაირად ისე უნდა დავაყენო, რომ არ დამახინჯდეს. ხო, მართლა. სარკე ამასაც უყენდება ეს ვიზორი, აქ ესე ძალიან დერსკი ლამაზი ვიზორი უყენდება და მაგის დაყენება შეგიძლია. და თუ მაგას დააყენებ, ხო, ბევრად უფრო კომფორტული იქნება სასიარულოდ. ამ ჩაფხუტში გადავიხადე გაცილებით უფრო იაფი, 660 ლარი გადავიხადე, ეს ვიყიდე ბაიკლენდში. ბაიკლენდი იყო ინდიანის წარმომადგენელი, ადრე მე უბრალოდ გალერეში გადავიდა ინდიანი და გალერიმ წაიღო და ნუ ეს დარჩათ რაღაცეები ამოყიდვაზე არიან და იაფად ყიდიან ძალიან და სხვათა შორის ძალიან იაფად ვიყიდე. ხელთათმანები, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მაქვს ორი ხელთათმანი, ერთი არის ესეთი, რომელსაც აქვს დამცავები და სულ ამით დავდივარ ხოლმე და ხვალ მაგალითად ჯენტლენების რაიდზე წავალ ამ ხელთათმანით, რომელიც არის საავტომობილო ხელთათმანი. უმაღლესი ხარისხის ხელთათმანია ესეც, მაგრამ ამას არ აქვს დამცავები. მართლა ყველა დაგუფაროს, აქცევის შემთხვევაში ძალიან ცუდად დამთავრდება რაიდი. რატომ არის მნიშვნელოვანი ხელთათმანი? 2022 წელს ჩემი ძმაკაცი მიდიოდა მოტოთი, მიდიოდა სულ 40-ით ალბათ და უკან მოიხედა თუ რაღაცა გააკეთა. ყურადღება მოკლედ არ მიაქცია, როგორც უნდა მიაქცია მოტოსთვის ისე და დაეჯახა მანქანას უკდიდან. საერთოდ არაფერი ისეთი 40-ით რა უნდა მოხდეს, ხო, 40-ით რომ მანქანას დაეჯახო, საერთოდ არაფერი არ მოხდება, შეიძლება 40-იც არ იყო. ეგრევე გადაუწყდა მაჯაში და იმდენად ცუდად გადაუწყდა, რომ დაჭირდა რკინის ჩადება. ძალიან საშიშია, მაჯის დამცავი უნდა კონდეს
ხელთათმანებს და ხელთათმანით აუცილებლად უნდა იარო დაცული ხელთათმანით. არ შეიძლება შიშველი ხელებით სიარულის მესასტიკი წინააღმდეგი ვარ რა. ამიტომ ხელთათმანი არის უმნიშვნელოვანესი. ქურთუკი ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტანსაცმელი ბაიკის. ეს არის რევითის ქურთუკი, რომელშიც თუ სწორად მახსოვს გადავიხადე 600 ლარი, მე მგონი. იაფად ვიყიდე მახსოვს რა შედარებით. ეხლა გარეცხილი მაქვს ეს გავრეცხერა და გარეცხვისას უნდა მოიღო ხოლმე დამცავები, რომელიც შეინდებს. ეს არის დამცავები. ეს არის ხრის დამცავი კონკრეტულად, ესე დგება ქურთუკში და ძალიან გიცავს, ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, ასე რომ უნდა იარო აუცილებლად ამით. ეს არის ზაფხულის ქურთუკი, რომელიც საკმაოდ გრილია, სხვათა შორის არ ცხელა ამაში. და ბოლოს არის ფეხსაცმელები, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მე აღარ მაქვს სამწუხაროდ, იმიტომ რომ ბაიკი რო გავყიდე, მე გავაჩუქე ეს ფეხსაცმელები და ეხლა რო ვიყიდე ეს ბაიკი, ახალი ვეღარ ვიყიდე, იმიტომ რომ ვერ მოვასწარი, ვერ მივედი, ვერ მოვიცადე რომ მივიდე და შევიძინო, არა და ძალიან მნიშვნელოვანია და კი, ფეხსაცმელებიც უნდა შეიძინოთ. ფეხსაცმელების დაახლოებით 500 ლარიდან იწყება ფასი, კარგი ხარისხის და კარგი ბრენდის. რა თქმა უნდა, რასაც ახლა მე გეუბნებით, ყველაფრის ჩინური ვარიანტი არსებობს. ჩინურს რო ეძახიან, თორე ესენი ჩინეთშია დამზადებული და ეს ვარიანტები ბევრად უფრო იაფი ღირს. მაგრამ მე იმდენად სერიოზულად ვეკიდები ამ საკითხს, რომ კი, ეკონომიის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ამაში ეკონომია არასოდეს გამიკეთებია. ჩემ მოტოზე რაც დგას და მოტოზე ყოფნისას მაცვია, ყველაფერში არის კარგი ფასი გადახდილი, ისეთი, რომ ეკონომია არ არის არაფერში გაკეთებული, რადგან მე ვთვლი, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ეკონომია არ უნდა გააკეთო. ამიტომ თქვენც იგივეს გირჩევთ, სხვანაირად უბრალოდ ვერ იქნება. ახლა კი მოდი დავბრუნდეთ მოტოსთან, ცოტა გავიაროთ და სიარულში გეტყვით რაღაცებს. სანამ ტესტ-დრაივზე გადავალთ, მინდა გითხრათ ძალიან მაგარი პროდუქციის შესახებ. როგორც მოტოს, ისევე აღჭურვილობას და ჩაფხუს ჭირდება მოვლა და ამ მოვლისთვის საუკეთესო პროდუქცია, უმაღლესი ხარისხის აქვს Liqfimos. აქ ჩვენ გვაქვს ტყავის საწმენდი, ჩაფხუტის საწმენდი, როგორც გარედან, ისევე შიგნიდან, ეს არის გარედან, ეს არის შიგნიდან საწმენდი, მოტოს გასაპრიალებელი, იმიტომ რომ ვისაც მოტო ყავს, იცის რომ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ მოტო პრიალებდეს და კარგად გარეცხვის შემდეგ ამით შეგიძლიათ გააპრიალოთ მოტო და ბზინვარებას შემატებს. ასევე ჩემი ცეფსი არ არის, მაგრამ ვისაც ცეფს ეკავთ მოტო, ცეფის მოვლის საშუალებებია აქ სამი სახის და ის თეთრი ცეფის მოვლის საშუალება, ეს რომელიც ესე ძალიან უყვართ მოტო მოყვარულებს, ეგეც აქვს Liqfimos. ასევე არის ოქტან ბუსტერის შემცვლელი, რომელიც უკეთეს წვას უზრუნველყოფს მოტოში და ძრავის უკეთეს მუშაობას და ბოლოს მივედი იმაზე, რაზეც ყველაზე მეტად ბამაყობ რომ Liqfimos აქვს და ამ ბრენდის მეგობარი ვარ, ეს არის 4T სინთეტიკის ზეთები, რომელიც არის MotoGP-ის ექსკლუზიური პარტნიორი. Moto2-სა და Moto3-ში ისხდება მხოლოდ ეს ზეთი, მეტი არაფერი და ამაზე დადიან უდიდესი დატვირთვით MotoGP-ის შეჯიბრზე მოტოები. ამაზე დიდი ვალიდაცია უკვე ზეთზე რაღა უნდა იყოს, არ ვიცი, სოფლიოს უმაღლეს დონეზე იყენებენ ამ ზეთებს და ამის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რა თქმა უნდა, არის Gez Motors-ი. რომელზეც თუ ჩემი გამომწერი ხარ და მოხვალ, გაჩუქებენ ეგრევე Gold Bar-ს, აჩვენეთ რომ ჩემი გამომწერი ხარ, გაჩუქებენ Gold Bar-ს და ეს Gold Bar-ი გთავაზობთ უმაღლეს ფასდაკლებას, რომელიც ამ ბრენდს ზოგადად აქვს საერთოდ რაც საქართველოში არსებობს. კარგი, მოდი ახლა დავბრუნდეთ უკვე ტესტ-დრაივზე და მოტოზე მოგიყვებით მართვაში როგორია. კაი, მოდი ახლა მართვაზე. 240 კილოა ეს კონკრეტული მოტო, რაც გაცილებით უფრო მეტია ვიდრე ჩემი წინა მოტოები იყო. ერთი იყო 174 და მეორე იყო 155 თუ რაღაცა ეგეთი რა. ანუ საკმაოდ ცუქი მოტოები იყო და წონას მე ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევდი მოტოში, რადგან ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ამ მოტოს ვყიდულობდი, ვფიქრობდი, რომ ალბათ ერთ-ერთი პრობლემა იქნებოდა ის, რომ ცოტა მეტი წონა აქვს ვიდრე ჩემს წინა მოტოებს ჰქონდა და აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ არის ასე. იმის გამო, რომ ეს არის კრუიზერი, ჯდომი სხვა აქვს, მოძრაობა სხვა აქვს, ხასიათი სხვა აქვს, საერთოდ არ ეტყობა წონა. ფეხს რო დადგამ დაბლა, მაგ დროსაც კი არ გაწუხებს. ძალიან ჩვეულებრივად დადიხარ უპრობლემოდ და ვაფშე ვერ ვზნობ, რომ 240 კილოა. აქვე მინდა დავძინო, რომ 240 კილო მოტოსთვის საერთოდ არ არის ბევრი. მოტოები არის 300, 350, 400 კილოები. ახლა რა არ მომწონს მე ამ მოტოში? ძალიან ცოტა რამეა, რაც ამ მოტოში არ მომწონს და ერთ-ერთი არის მისი ძრავის ვიბრაცია. ცუდად არავინ გამიგოს არის ფიქრობს, რომ ეს პრობლემაა მოტოში და ნაკლია. არა. კრუიზერების მოყვარულები, განსაკუთრებით ჰარლის მოყვარულები ამ ძრავის ვიბრაციაზე
ჭკუა ეკეტებათ. იმენა იგიჟდებიან ამ ძრავის ვიბრაციაზე იძახიან, რომ დაჟე ჰალის მოყოლები იძახიან, რომ ეს არის ორგაზმი. ხო და ანუ რა სკაიფობენ ვერ ვიგებ სიმართლე გითხრათ რა, იმიტომ რომ ოკეი, დაბალ აბაროძე რა ვიბრაციაც აქვს, ეგ მეც მომწონს კი ბატონო, მაგრამ აღარ აბაროძე იწყებს, როგორ ვიბრირებას, ისე ძალიან სწრაფად ვიბრირებას იწყებს და ერე უკვე აღარ მომწონს. მაღალ აბაროძეში გულისხმობ 4000-5000-დან ზემოთ და ჩვეულებრივი სიარულისას ის ყოველდღურად რო დადიხარე, მაგ ვიბრაციას საერთოდ ვერ გზნობ. ძალიან ჯანსაღ საკაიფო ვიბრაციას და რომელიც კი მეც მისწორდება. მაგრამ აქ უკვე იწყება განსთა ვიბრაციის და ამაში რა სკაიფობენ ვერ ვიგებ. არა ოკეი, кайფობენ, რა ვიცი, მე უბრალოდ არ მომწონს. კომფორტულობას რაც შეეხება, საკმაოდ კომფორტული მოტოა. ვერ ვიტყვი ნამდვილად, რომ რამეს დაუწოდებ მაგ ხრივ. თორემ რომ კრუიზერია და სხვათა შორის არც ისე დიდი ზომის და არც ისე მძიმე, მაშინ მით უმეტეს უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან კომფორტული მოტოა. საწარმოო მატერიალები არის უმაღლესი დონის და ქსიამოვნებს რო ეხები ძალიან ფერი ფანტასტიკურია და ეს ვიზუალი განსაკუთრებით მომწონს, აი რაღაც ზღაპარია რა. მოდი ახლა პლეუსებზე გადავიდეთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მოტოსთან დაკავშირებით არის თუ რამდენად ხურდება, განსაკუთრებით კრუიზერის შემთხვევაში. საქმე იმაშია, რომ კრუიზერების უმეტესობა არის ჰაერის გაგრძელებაზე და ქალაქში საკმაოდ არაკომფორტულია ხოლმე მათი გადაადგილება. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს წყლის გაგრძელება ამ ორცილინდრიან ძრავზე, რაც ძალიან კომფორტულია. ეს არის საკმაოდ გრილი მოტო. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ამის სიმხურვალემ შემოწუხა ერთადერთ ხელმარდო რაც მყავს და მაშინაც გამიკვირდა რომ გახურდა ეგრე, იმიტომ რომ არასოდეს ეგრე არ ხურდება ხოლმე. და ეს იყო, როდესაც ვიყავი ჯენტლმენების რაიდზე და იმიტომ გახურდა, რომ დაახლოებით 100 მოტო ერთდროულად გადავადგილდებოდით ერთ ადგილას ნელა და უბრალოდ ცივი ჰაერი კი არა, გრილი ჰაერიც კი არსად იყო, რომ მოხვედროდა ძრავს. და იმაშინ ცოტა გახურდა ეს ძრავი და მაშინ ვიგრძენი, რომ მოტო შეიძლება ხურდებოდეს კიდეც. ისე აი არც ერთხელ არ შეუწუხები ვარ და მაგ მხრივ ძალიან მაღალ შეფასებას დაუწერდი. 10-დან ალბათ 900. ეს დაშბორდი ელექტრონული როა, საკმაოდ პრაქტიკულია, კიდევ ერთხელ უნდა აღნიშნო. ძალიან მარტივად მოიხმარ, როდესაც საჭესთან ხარ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აქედან მართვაც შეგიძლია. შეგიძლია რომ აქედან გადართო, აი ხედავთ ლურჯი რგოლი გაუჩნდა ღილაკებს და აწვევი აქედან მართავ. ასევე კრუიზი გაქვს, რომელიც შეგიძლია ჩართო და როდესაც გადაადგილდები მარჯვენა ხელით საერთოდ გაუშვა მოტოს, რაც ძალიან კომფორტულია შორზაზე გადაადგილებისას. იდეაში უმეტესწილად მაგითიული, მაგრა გაგისწორდება და ნუ აქ მოხოვის ციმციმები აქედან სიგნალი და აქედან ფარები. დალნის საათამაშე ამით ჩართავ, ზემოთ თუ აკრავ ჩაირთვება რა. ასე და მარტივად არის ყველაფერი მოწყობილი, ზედმეტი რაღაცები არ აქვს. საკმაოდ ჭლე მოტოა. არის მოტოები, რომელსაც ბევრი ღილაკები აქვს, დახუნძულულია, მაგრამ ეს არა, საკმაოდ ჭლე მოტოა. ქალაქში გადასაადგილებლად საკმაოდ კომფორტულია, მინდა აღვნიშნო. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული კრუიზერია ქალაქში გადაადგილებისთვის და სტრიტივით ხმარობ რაღაც პონჩი რა. აი უნივერსალად სახმარად თუ გინდა, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მოტოა. იმის გამო, რომ ეს არის ევროპული ვარიანტი, ადაპტირებულია ჩვენ საწვავსა და კლიმატზე. ხო, ეხლა ეს რას ნიშნავს? როდესაც ცენტრში ყიდულობ მოტოს ან მანქანას, უკეთებენ ადაპტაციას ჩვენ საწვავსა და კლიმატზე. ისე არ გამოგატაენ. ეს არის იმისთვის, რომ მოტო მიმუშაოს მაქსიმალურად გამართულად და ეკონომიურად და გარანტიაც ამის შემდეგ ეძლევა მოტოსაც და მანქანასაც ზოგადად. როგორც გონია, რომ worldwide warranty ნიშნავს, რომ სადმე მაგალითად გერმანიაში რო იყიდი მანქანას, შეგიძლია ჩამოხვიდე საქართველოში და იარო და გარანტია გექნება, მაგრამ სინამდვილეში არ არის ეგრე. worldwide warranty ნიშნავს, რომ თუ იყიდი მაგალითად მანქანას საქართველოში, შეგიძლია წახვიდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით და სადაც იქნება იმ მანქანის წარმომადგენლობა, ყველგან მოგემსახურებიან. მაგალითად BMW-ს თუ იყიდი აქ, შეგიძლია წახვიდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მოგემსახურებიან ყველგან. თუმცა თუ სადმე დარჩები 6 თვეზე მეტს, ან თუ იქ განაბაჟებ მანქანას, რაც ნიშნავს, რომ იქ უკვე საცხოვრებლად გადახვედი, მაშინ გარანტია გეხსნება. ეს იმიტომ ხდება, რომ მწარმოებელი გეუბნება, რომ მე ეს შიდაწვის ძრავა დავარეგულირე იმ გარემოზე, იმ კლიმატსა და იმ საწვავზე, სადაც იყიდე ეს მანქანა და შენ რო ახლა მიდიხარ და სხვაგან იწყებ ცხოვრებას, უნდა გადაარეგულირო იმ ახალ გარემოზე და ამაში საკმაოდ ზუსტ ხოლმე. და მე გექნება გარანტია. ეს არის როგორ მუშაობს ეს ბიზნესი. ხო და ამერიკიდან ჩამოყვანილი მოტოსთან შედარებით, აქცენტში ნაყიდი მოტო, მორგებულია ახაურებას და ბევრად უფრო ეფექტურად მუშაობს. კაი, მე მგონი ეგ არის და ეგ. მოდი ახლა დავუბრუნდეთ ვიდეოს და დავასრულოთ ეს ვიდეოც, იმიტომ რომ ძალიან გაიძელება მე. მოგლედ მეგობრებო, ეს იყო მოტოს ტესტ დრაივი და განხილვა, ასევე ფიქრობ საინტერესო და საჭირო რჩევები.
მათთვის ვისაც მოტოს შეძენა შეიძლება უნდოდეს. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გთხოვთ და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი თუ რაიმე კითხვა გაქვთ. მე შევეცდები მაქსიმალურად რომ გიპასუხოთ და აუნწურავი პასუხი გაგცეთ. თუ არა და ის გადამრჩენია დაგემშვიდობოთ და მომავალ შეხვედრამდე. წარმატებები.